საჭიროებს სასწრაფო და მორწყვას, მაგრამ სარწყავი წყალი არ გვაქვს. დაპირების ოფიციალური დაპირების მიუხედავად ადგენის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ეგრეთ წოდებული დიუკერის სარწყავი სისტემის სათანადოდ რეაბილიტაცია. ამ სისტემაში მხოლოდ ორი ადამიანის სამყოფი წყალი გადის და შესაძლებელია ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ 9 ჰექტარი მიწის მორწვა. სულ მოსარწყავია რამოდენიმე ათეული ჰექტარი მიწა, ანუ ვინც მოასწრებს წყალი მხოლოდ მისია, ვინც სათავეშია და ასეთები არიან სოფელ წარბასთუმნის მოსახლეობა. სოფელ არლის მოსახლეობის ნაკვეთები რჩება მოურწყავის შესაბამისად, როგორც ჩარშან ჩახმა მოსავალი, იგივე ბედი ელის წელს. ვართ მხოლოდ ღმერთის იმედზე. ნაკვეთი, რომელიც გასულ წელს სარწყავი წყლის არარსებობის გამო მთლიანად ჩახმა და წელსაც იგივე ბედი ელის. მიუხედავად ოფიციალური დაპირებისა, ადგენის მთავრობამ ვერ უზრუნველყო სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. რამოდენიმე ათეული ჰექტარი წელს მთლიანად ჩახმება. განცხადებასთან ერთვის ხელმოწერები. გასული წლის ნოემბერში გამგეობაში შევიტანეთ ანალოგიური განცხადება. ვითხოვდით სარწყავის სისტემის რეაბილიტაციას, რის გამოც რამოდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი გახმა, მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. პასუხი მივიღეთ დადებითი. რომ აუცილებლად მოხდებოდა ამ სისტემის რეაბილიტაცია. ივნისის თვეში კვლავ დავწერეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გვაინტერესებდა, როდის დაიწყებოდა აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია. სინამდვილეში აკეთდა მხოლოდ მცირედი, რასაც ვითხოვდით ჩვენ. მხოლოდ ღელეში მოხდა სისტემის აღდგენა ბრჭყალებში, რადგან დიდი რაოდენობით აპარებს წყალს. არ მომხდარა დახვრეტილი ადგილების ამოვსება, საიდანაც დიდი რაოდენობით წყალი კარგება. არ მომხდარა წყლის გამშვებების დამონტაჟება. ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ აი ამ მონაკვეთზე. უკვე მეორე წელია სოფელი არ არის სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. და ეს ყველაფერი უპასუხისმგებლო გამგეობის ბრალია.